ზაფხულში რაღაცეებთან სიფრთხილე არ გვაწყეს. და ახლა გეტყვით ეს რაღაცები რა არის? მოკლედ ზაფხულის სიცხე მხოლოდ დისკომფორტს არ ქმნის, მაღალი ტემპერატურა საკვების გაფუჭებისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს შემცველი ბაქტერიების გამრავლებისთვისაც ხელსაყრელ გარემოს აჩენს, ამიტომაც წლის ამ პერიოდში სურსათის უვნებლობის საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იწეს. სპეციალისტები გვირჩევენ ამ პერიოდში მეტი ყურადღება დაუთმოთ როგორც პროდუქტის შერჩევას, ისე მის ტრანსპორტირებასა და შენახვას, რადგან ერთი შეხედვით უმნიშვნელო შესტომამაც კი შესაძლოა საკვებით ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს მიღებთ FAO Georgias პროექტის მენეჯერისგან მიხეილ სოხაძისგან ისწრებთ. მოგესალმებით. მადლობა რომ ჩვენთან რა რით არის გამორჩეული ხო სიცხე რას უწყობს ხელს და რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ჩვენთვის, ჩვენი ოჯახის წევრებისთვის? ანუ მარტო ადამიანებისთვის აქტიური სეზონი არ არის ეს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი თემა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ვიცით. გამეორება ცოდის დედა. ეს ზუსტად ამაშია საქმე და ზოგჯერ უბრალოდ რაღაც უნიშნელო დეტალი გამოგრჩება ხოლმე და სწორედ ეს შეიძლება გახდეს მიზეზი განსაკუთრებით აი სიცხის დროს. თქვენ ძალიან კარგად ახსენეთ, ნებისმიერი პროდუქტი, ნუ თუ გვეღირსა და წვიმამ გადაიღო და პიკნიკებზე გავედით, ხო, ნუ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებსა და ამიტომ კარგი იქნება თუ ზედმეტ ყურადღებასაც კი მივაქცევთ. რაღაცა ანალოგიურად ქრონოლოგიურად მივყვეთ, მაგრამ მე მინდა რომ პირველ რიგში ზოგადი ფორმირებით დავიწყოთ ამ თემას და მე რაღაცა კონკრეტულ პროდუქტებზე გადავიდეთ. ზოგადად მოდი ესე შევხედოთ, აი უხეშად რა პერიოდი ითვლება აი განსაკუთრებული ყურადღების დათმობის პერიოდად. მაგალითად ეს არის უკვე გაღვივებული ესეთი ზაფხული გვალვა რო გვაქვს და მაინც აგვისტო, თუ მაგალითად უკვე როცა მოთბება ივნისიდან ივლისიდან ვიდრე რაღაც მაგალითად სექტემბრის ჩათვლით უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად. იცით რა არის, თუ ტრანსპორტირებას მანქანით ვახდენთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძლება არც კი კონდეს. ზამთარში თუ შევიძენთ და შემდეგ მანქანაში 4-5 საათი დავაყენოთ მაგალითად ხორცს, ხო, იგივე შედეგს მივიღებთ. თუმცა მაგიტომ უნდა განვასხვაოთ ალბათ სწორედ რითი ხდება ტრანსპორტირება. თქვენ ახსენეთ თავიდან, ის ჯაჭვია რომელიც უკვე თქვით, ხორცი ვიყიდე მაცივას. ჯერ სანამ იყიდით. ჯერ უნდა იცოდეთ სად ყიდულობთ, ხო, მაგედან და იქ სადაც ყიდულობთ, როგორ მივიდა. ზუსტად ეს არის საქმე, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად არაცხოველის ამ დაავადებული ცხოველისგან მიღებული რაიმე პრობლემა ქმნის ადამიანის ჯანმრთელობისთვის რაღაც პრობლემას. არამედ ტრანსპორტირება და სწორედ ჰიგიენური რა გვიცავს იმისგან, რომ დახლზე პროდუქტი გარანტია გქონდეს, რომ ის ჯაჭვი როგორც მოვიდა დახლამდე, სწორად არის გავლილი. ეტიკეტი არის ამ დროს, რა არის დამცავი, ანუ რთულია, ხო? აი ესე არავინ მოგიყვება და რთულია, წარმოიდგინო რა გზა გაიარა. აქ ცოტა განვარცხებ შეკითხვას, ეკა მე ძალიან ისეთი არც დილეტანტური და თან შერეულად პროფესიული გამოცდილებით ერთადერთი ხელმძღვანელი ხოლმე არის ფორმა 2, რომელსაც ვითხოვთ ხოლმე მაგალითად ხორცის შეძენისას, მაგრამ არ ვარ დაწმენებული რამდენად საკმარისია ინფორმატიულობისთვის ეს ფორმა 2. თან ახსნათ რაზე ვსაუბრობ და თან ისიც ახსნათ რისი მოპოვება შეგვიძლია ჩვენ რიგით მოქალაქეებს ბაზარში. თქვენ ეტიკეტი ახსენეთ, ძალიან მნიშვნელოვანი ეტიკეტი, მოდით თქვათ ეს არის ჩვენი მეგობარი. ნებისმიერ და განსაკუთრებით რა თქმა უნდა მალეფუჭებად ცხოველებს წარმოშობის პროდუქტებზე. ამიტომ აუცილებელი არის ხორცი ვიყიდოთ იქ სადაც იყიდება, მაგას შევთანხმდით და თან აუცილებელია რომ ნახოთ, არ არის ეს არაფერ განსაკუთრებულ თქვენგან იმას არ მოითხოვს ყურადღებას, უბრალოდ უნიშნელო ყურადღებას საქმეს უბრალოდ შეხედეთ რამოდენიმე წამით საიდან მოდის, ხო არ გაინტერესებთ უბრალოდ ზოგს QR კოდიც აქვს და შეგიძლიათ ის ინფორმაციაც ფერიც კი გაიგოთ, ასაკიც. აი მაგალითად საკვებისთვის ზოგს ცოტა ახალგაზრდა ურჩევნია იქ თუ ბორშს საკეთებს ამ სახის ინფორმაციასაც მოიცავს ეტიკეტი. იცით რა, ეს კანონმდებლობით არ არის აუცილებელი, თუმცა იმ ზოგიერთ მაღაზიას, სუპერმარკეტებს აქვთ ამის შესაძლებლობა, უნდა მოყვებოდეს სუპერმარკეტში ეტიკეტზე დატანებული QR კოდი, რომელიცგანაც შეგიძლიათ დამატებით ამას მაღაზიების გარდა ბაზარშიც მივაკვლევთ, ანუ სად რა სივრცეებია, სადაც ეს უნდა მოვიწყოთ. არა, ეს რა არის კანონმდებლობით არის აუცილებელი იყოს ეტიკეტი და გარკვეული ინფორმაცია დატანილი ზეთ. თუმცა იმ სისტემას, რომელსაც იყენებენ სასაკლაოები, ეს არის NICE სისტემა, მას ეს საშუალებას აძლევს სასაკლაოს მიაყოლოს QR კოდით, რომელიც
გარდა იმისა, რაც აუცილებლად არის ფორმა ნომერ 2-ზე, რომელიც თქვით, ბატონოს ფორმა ნომერი 2 საკმაოდ მოძველებული დოკუმენტია. აი, მაგას ვამბობ, მე ბევრის გამს. ეხლა უკვე ხდება ელექტრონული ვერსიის ჩანაცვლება მისი. თუმცა ის ინფორმაცია რაც ფორმა ნომერ 2-ზე საკმაოდ მნიშვნელოვანია და კარგია და საჭირო ადამიანის ცოდნისთვის, ხოლო აი სასაკლაო აყოლებს იმ QR-კოდს, რომელიც დამატებით გაძლევთ იმ ინფორმაციას, რომელიც არ არის კანონმდებლობით აუცილებელი, მაგალითად, ხლა ფერი, იგივე ასაკი, იგივე სქესი და ასე შემდეგ ეს იმ ინფორმაციის გარდა, რაც აუცილებლად უნდა იყოს, ეს ნიშნავს მის წარმოების თარიღს, მის ტემპერატურულ რეჟიმის შენახვის პირობებს, მის ვადებს და ასე შემდეგ. ეს არის ის ძირითადი რაც არ დავიზაროთ, უნდა შევხედოთ აუცილებლად. აქაც რა უნდა ვიცოდეთ, ვადები სეზონთან ერთად როგორ იცვლება? ანუ რამდენი არის დაყოვნების ვადა, ვთქვათ, გრილ პერიოდში წლის და ზაფხულში ეს დღეები რამდენად ვცევა? ეს ვადები არ არის, როგორც აღარ თქვით, გარემო პირობებზე და სეზონზე დამოკიდებული, ეს არის მის შენახვის პირობებზე. მაგიტომ სწორედ ეს არის გადამწყვეტი, სად ყიდულობ და როგორ ვახდეთ მის დასწრებას. თუმცა სახლშიდაც ხომ მივიტანთ და მხორცს უნდა მივიდეთ და აქაც გასათვალისწინებელი გვაქვს. და ახლა ადრე უფრო ხშირად, მაგრამ პრინციპში ეხლა შეიძლება დავდეთ ხო სახში და მე დავიწყე ტელეფონზე ლაპარაკი რაღაცა ტელევიზორი ჩავტვით და 4-5 საათი დევს მზეზე. ეს სუპერ სერიოზული პრობლემაა. მოდი მაშინ მაგას ჩავყვეთ ბატონო მიხეილ. ხორცი, მოდი რაღაცა ჯაჭვი ავაწყოთ ყიდვის. მივედი მაღაზიაში, შევამოწმე ეტიკეტი, ჩავთვალე რომ ყველაფერი რიგზეა, ავიღე მაცევრიდან ხორცი და აქედან იწყება ჩაირთო წამზომი. რამდენი აქ მიკროორგანიზმებს ის დრო, როცა ისინი აქტიურდებიან, რომელსაც სვაშორის კულინარიაში ვიძახით პატარა მზარეულებს, იმიტომ რომ რაღაც პერიოდში ისინი კარგ საქმესაც აკეთებენ. სანამ ინტოქსიკაციამდე მივიდა, მივალთ. რა პერიოდი გვაქვს ჩავთვალოთ რომ რაღაცა მზის პირდაპირ მზის ხეებზე არ დევს რა. აი, წავედი მანქანაში ჩავდე სახლში, მივედი, დავდე სახლში. აი ეს პერიოდი გონივრული რა არის სანამ აციორში და ხო, ეხლა რა თქმა უნდა ტემპერატურის მატებასთან ერთად იკლებს და ვიცით რა როგორი სისწრაფითაც მრავლდებიან, ხო? 20 წუთში იყოფიან და მოკლედ ძალიან მალე კოლოსალურ რაოდენობას აღწევენ. თუმცა რაღაცაზე ვადებზე ლაპარაკი საკმაოდ რთულია, მაგრამ ყოველთვის გვიყვარს პრობლემა მზა პროდუქტი. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც გამოთვლებში ცოტა მეტი სიზუსტე გვჭირდება, მაგრამ რახან ესეთი მზა პროდუქტი და ამიტომ ვიტყვი, რომ 2 საათი არის ის დრო, როდესაც რომლის გასვლის შემდეგაც უკვე სერიოზულ პრობლემებს შეიძლება დაგვიდგეს. ამიტომ აი სადღაც აი ამ პერიოდში უნდა მოვახერხოთ იმდენი, რომ მივიტანოთ მომამზადებლად. კი ბატონო, თუნდაც სუფრაზე მიტანილი საკვები, ალბათ ხშირად თქვის საუბრია, რომ ჯობია პატარ-პატარა ულუფები და ვცვალოთ, ვიდრე სადაც ხობით დავდგათ და მე ყველაფერი რომ მოვასწროთ ხორც პროდუქტებიდან, თქვათ იგივე ერთნაირია ყველაფერზე, თქვათ იგივე თევზ პროდუქტების მიმართაც თუ განსხვავებული არის ეს რეკომენდაციები, რაც უნდა დავიცვათ. სხვადასხვა ტემპერატურის რეჟიმი, სხვადასხვა პროდუქტს, თევზის შემთხვევაში ეს უფრო დაბალი ტემპერატურა უნდა იყოს და შესაბამისად ის 2 საათიც უკვე უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ მაგალითად ხორცის შემთხვევაში. თევზი უფრო მალე ფუჭებადი პროდუქტია და შესაბამისად მასთან მოქცევა ცოტა უფრო მეტად საფრთხილო არის. იმიტომ რომ თევზს ვადებით შესაბამისად უფრო მცირე აქვს. ახლა წარმოიდგინეთ, რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, ვადები შესაბამისად უფრო მაღალია. უფრო დიდი ხარია და უფრო გრძელდება. რაც უფრო მაღალ ტემპერატურაზე ვინახავთ, იქ შესაბამისად უფრო მოკლე გვაქვს დრო. იცით რა არის? მაცივარი ის არ ნიშნავს რომ მაცივარში შედებული პროდუქტში ვაფერხებთ ბაქტერიების იმას რა ქვია გამრავლებას. არცეთები ბაქტერიები ჩვენზე გაცილებით უკეთესად ვირუსები კიდევ უფრო მეტად არიან ამ დედამიწაზე არსებობას მიჩვეულები და ადაპტირებულები. შესაბამისად, უბრალოდ ეს ტემპერატურა მათ გამრავლებას აფერხებს. რაც უფრო დაბალია, მით უფრო ვაფერხებთ. თორემ ის რომ ისინი აუცილებლად გამრავლდებიან, ამას წყალი არ გაუვა. დრო გავა ზოგ შემთხვევაში რაც არ უნდა -40 გრადუსზეც რომ იყოს, ის აუცილებლად გამრავლდება, თუმცა ძალიან ნელა. ამიტომ ეს უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი დროს არ კარგავენ. ისინი მრავლდებიან და საკმაოდ სწრაფად. ახლა 10 გრადუსის შემდგომ 10 გრადუსიდან მერე უკვე მათთვის კომფორტული გარემო იქნება, ხოლო 20-დან 30-მდე ეს არის მათთვის 64.
ასე რომ ხა ჩვენ გვიყვარს სახში სითბოში მაგიდასთან ხდომა, მათ შორის ზამთარშიც კი ცენტრალური გათხოვება. რა თქმა უნდა, გაუვნებული 25-30 გრადუსი, ასე რომ იმას სულ არ აინტერესებს გარეთ ზაფხული. თერმულად დამუშავებულია პროდუქტი ეს არ გვიცავს მაინც და მაინც რაღაცა. თერმულად დამუშავებული პროდუქტები რა თქმა უნდა გვიცავს, თუმცა იქაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში. რაც უფრო კარგად არის დამუშავებული, შეიძლება მე ამას არ უნდა ვამბობდე, აი ჯილეხიანი ხორცით რომ ავიღოთ, თუ იმას კარგად დავამუშავებთ. შეიძლება არც არაფერი დაგვემართოს, მაგრამ მანამდე დაგვემართება ხელის გაჭრით ან რაღაცა, მაგალითად ვაჟა-ფშაველას ეს თვალი რო ტკიოდა, სწორედ ჯილეხისგან იყო, ის ბიძაშვილს მიეხმარა და ნუ ფიზიკურად ძლიერი იყო და გადარჩა, თუმცა საკმაოდ მძიმე შედეგები შეიძლება მოყოლოს ჯილეხიან ხორცს. და ამიტომ უნდა ვიყიდოთ ხორცი იქ, სადაც ის შემოწმებულია და ის ფორმა ნომერი 2 მოყვება, იმიტომ რომ ხორცი იკლება, ცხოველმა დაიკლა სასაკლაოზე, სადაც ხდება მისი შემოწმება სახელმწიფოს მიერ. ვეტერინარი ამოწმებს ამ ხორცს და შემდეგ ეს ხორცი უკვე მიდის იმ ადგილზე, სადაც უნდა მიდიოდეს, ოღონდ ისევ და ისევ ტემპერატურული რეჟიმის დაცვით. ძალიან ასეთი ცოტა გაცილებული შეკითხვა კი არა, მაგრამ გულწრფელი რომ იყო ამაზე ცოტა რაღაცა ერთგვაროვანი პასუხი მიღება მაინც ჭირს. არის ხორცზე, ნუ თევზზე შეფერილობა წართული იქნება, მაგრამ არის ხორცზე რაღაცა დადგენილი სტანდარტი შეუიარაღებელი თვალით, რომ ცოტა იჭვი გაგვიჩნდეს ხარისხზე. საქონლის ხორცი და ღორის ხორცი მოდი ისევია. იცით რა არის? იმიტომ ეს ფერი ასეთი ხო განსაზღვროს სხვადასხვა ფერს ალბათ. რა თქმა უნდა, რაც უფრო ღია ფერისები, მით უფრო ახალგაზრდა პირუტყვი და იქ ცხიმებიც უფრო ნაკლებია და ამას თვითონ ვიხდები. ხო გეუბნებით, აი გააჩნია რას აკეთებთ კერძს. ხო თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ. ზოგში ხბოს ხორცს ჩაშუშულს შეიძლება ხბოს ხორცი გერჩუნოთ, მაგრამ არის კერძები, რომელსაც ცხიმიანი ძროხის ხორცი უნდა და შესაბამისად ირჩევ უფრო მუქს. აი ის რა არის, აი არ უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, ხორცთან შეხების საშუალება, ეს უკვე არ არის ის ადგილი, სადაც ხორცი უნდა იყიდოთ. თუმცა აი წებოვნება თუ აქვს, აი მიხვდებით გაწეპილი რო არა, აი როდესაც ცხიმი უკვე ძალიანად ეს იმას ნიშნავს, რომ იქ უკვე ბაქტერიებს თავისი საქმე გაკეთებული აქვს და შესაბამისად ახალად ვარგისი მისაღებად. ღორის ხორცის შემთხვევაშიც მსგავსი იგივე შეიძლება ითქვას. იცით რა არის, ხორცი ჩვენ გვიყვარს კიდევ ახლად დაკვირვეს ზამთარში უფრო და უცებ რო შევწოთ ხოლმე ამ დროს ისე ეს კულინარიული თემაა რომ ის სანამ არ მომწიფდება ის გემურთვისებები რა თქმა უნდა არ აღწევს იმას და ეს უბრალოდ მაშინარიან ის ბაქტერიები რომლებიც გადასარავის საქმეს აკეთებენ აი სწორედ მომწიფებაში იღებენ მონაწილეობას და თხელი ფენა გადაეკრება ხოლმე ხორცი და ხორცი უკვე მზად არის ასე ვთქვათ სადღაც დაახლოებით 24 საათის შემდგომ სადღაც 4-6-8 გრადუსზე აი ესე უხეშად რო ვთქვათ რა საფრთხებზე ესე გიმრიელა ჯერა რომ ის მოპარაკია გულსა თან მეშინოდეს ეგეთი ჯერა გქონდა ხო ეს გასათვალისწინებელია აქვე ეკამ კი ახსენე და უნდა შევეხოთ თევზსაც. იმიტომ რომ ნუ თევზის ჩვენი რაციონის განუყოფელი ნაწილია. თევზზე სად ვართ ფრთხილად, აქ თუ გვაქვს შეუიარაღებელი თვალით რაღაცა ინსტრუმენტები რომ ხო, არა, თევზის შემთხვევაში უფრო რთულია, იმიტომ რომ ის როგორც წესი გაყინულია ხოლმე და საერთოდ გაყინულს იცით რა არის, აცივარს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ თუ იქ ბევრი ნადებია, აი იმისი რა ქვია აი ხაშარს დავით რაჭაში ხაშარს ვეძახით რაჭაში ვარ ზამთრობით და აი ერთხელ განადნობი და მე ისევ გაყინულის იმას გაძლევთ ანუ ნიშას იქ უკვე იგივე ნაყინის შემთხვევაშიც თევზს ხშირად ვყიდულობთ კონსერვს და ამ დროს გაბერვას უნდა მივაქციოთ ყურადღება გაბერილი იყოს არა მხოლოდ თევზის კონსერვი ნებისმიერ თუნდაც ნაყინის შეფუთვა რომელიც ვაკუუმშია და კარგად უნდა იყოს მოწებებული ასე ვთქვათ თუ ნაყინის ის გაბერილია რაღაცა ხდება იცით რა არის აქვე მინდა გითხრათ უბრალოდ ადამიანებმა უნდა იცოდნენ რა განსხვავება ვირუსსა და ბაქტერია შორის ვირუსი არ არის ცოცხალი ის პარაზიტია ანუ სანამ სადღაც არ მოხვდება ის ცოცხალი არ არის ელოდება თავის მოგდეს და მერე იწყებს უკვე გამრავლებას აი ბაქტერია კი ეს უკვე ცოცხალი ორგანიზმია თავისთავადი ორგანიზმია და შესაბამისად ისინი სადაც მოხვდებიან ხო და რანჩნავს იმას რა ქვია ცოცხალი ამ მრავლდება მიიღებს რაღაცას და გამოყოფს და ბაქტერიები გამოყოფენ ხშირად აი აირებს და სწორედ ეს აირებია რომ ბერავს და შესაბამისად ანუ იქ უკვე სიცოცხლის სხვა სახეობა ბატონო გაყინული ხორცის პროდუქტი რამდენ ხანს შეიძლება შევინახოთ ამასაც თავის წესები აქვს და აქაც არ უნდა გადავაშოროთ ხო იგივე თევზ პროდუქტი არა ის თვითონ მოყვება იმას რა ქვია ეტიკეტს სწორედ მაგით ეტიკეტს და თქვენს არა თქვა შეიძლება უმად ესე ვიყი აი თქვენ დავრეკე ტელევიზორი ჩართე ვერ ვასწრებ გაკეთებას შევაგდე საყიდულში 48 საათი მაქსიმუმ
48 საათი თუ გაუყინავია ხო თუ გაყინულა და საყინულში კიდევ ანუ ახალ წელს რომ მომჩა ის ძველ ახალ წელს აღარ მადრი არა გაყინო აი ესე იგი საყინული არ გვიცავს რატო თუ გაყინავ კი თუ გაყინავ მაგრამ არის გაყინული და გვინდა ეტაპობრივად გამოვიყენოთ კიდეც დიდი რაოდენობით გავყინეთ რა ხნის მანძილზე შეგვიძლია შევინახოთ სახლის საყინულში თქვენ შეგიძლიათ სადღაც 1 თვის მანძილზე უპრობლემოდ გამოვიყენოთ -18 უფრო მეტიც კი შეიძლება თუმცა ესე ჩავთვალოთ რომ 1 თვე იმიტომ რომ იგზაში ცოტა გარედან შემოგვალვა ცოტა ეს აკეთიქით ამიტომ 1 თვეზე მეტი და არა საყინული და სამაცივრო მეურნეობაში 48 საათზე მეტი არა ვიცი არ ხორცის სახეობის არა არავით არა ღორის ხორცის საქონლის ხორცით 2 კი ბატონო ზუსტად ერთი და იგივე თევზი კიდევ უფრო ნაკლები თევზს მალე რო წავიდეთ მაინც რა არის ის ძირითადი რეკომენდაციები სად ვყიდულობთ ალბათ ეს არის მთავარი და მეორე უკვე სახლში მისვლამდეც დავიცვათ ეს სისწრაფის ხო მომენტი რომ პირველი უმთავრესი ეს არის სად ვყიდულობთ აი ეს არის ყველაზე სახში არ უნდა მივიტანოთ ბომბი იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ეს ხორცი არც ვიცით საიდან არის და იცით თქვენო სოფლებში როგორც კი შეატყობენ ცხოველი ავათარის ანუ სავარაუდოდ უკვე რაღაც დაავადება კლავენ და შემდეგ ისე იყიდება ხორცი რომ მისი ვეტერინარული შემოწმება არ ხდება ამიტომ შესაბამისად ის არ ვიცით რა არის და ძალიან ჯილეხი ვახსენეთ ეს შეიძლება ჯილეხიც კი იყოს და ხშირ შემთხვევაში ნუ ბევრი ცუდი რაღაცას მოხდა ახლა არ მინდა ამაზე საუბარი თუმცა პირველი მთავარი ეს არის შემდგომ უკვე რაც შეიძლება მალე უნდა მიიტანოთ სახლამდე და მოვახდინოთ იმიტომ რომ ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ ჰიგიენური წესების დაუსრულებით ხდება და მათ შორის პიკნიკების დროსაც როდესაც ჰიგიენურ წესებს არ ვიცავთ